მოგესალმებით მეგობრებო, გიბრუნდებით ახალი ვლოგით. ვიმყოფებით მადრიდში, დღეს ჩამოვედით რამოდენიმე საათის წინ. ეხლა მივდივართ საჭმელად და განახებთ რა და როგორ იქნება მოკლედ. მეგობრებო, მოვედით რესტორანში და უნდა ვჭამოთ გრილზე შემწვარი რვაფეხა ოქტოპუსი. ნახოთ აბა როგორი იქნება. ეს ქვია რესტორანს. დიდი ვერაფერი. მოვიდა ესპანური ტრადიციული საჭმელი და გავსინჯოთ ეხლა. მარი რა აზრის ხარ? აბა პირველი შევეშლება რა არის? მგონი ძალიან გემრიელი იქნება. გემრიელია სხვა შორის. ბრინჯის ყვალობაზე აია. აი, მამალი გასინჯე. აია. ძალიან გემრიელია რა. ეს არის მეს მოვიდა. კაი, წავედი, ეხლა რომ ვჭამოთ ჩვენ გშია. ესეთი მაღაზია, Sugi Station. და ნახოთ რა არის შიგნით. აი ესეთი მაღაზია ვიპოვეთ, კაროჩი ყველაფერია რა, ჩინური რაღაც სნეკებია და ეხლა უნდა ავიღოთ აქ რაღაცები და გავსინჯოთ. ნახეთ, ეხლა ავიღებ და განახეთ. მეგობრებო, გამოვედით. არის ეს რაღაც ორეო, არის უცნაური ორეო და მარცხვია და რა არის? ფიჩატის რაღაც ნახეთ. ძალიან გაეროა. ამა მოდი გავსინჯოთ, მარი. ორეო, მარი. ანუ ნამდვილად ამსგავს. ჰა? საკაიფოა. ნამდვილი ატმოსფერო. ეს არის ცოტა უცნაური. მეგობრებო. პრემია. მოგდოლოდანე. შეგობა. გარდა რენდო მაღაზიაში ვარ იტალიებში და ესეთი იტალიურია ესპანურში და მოაზრო სათამაშოები იქნება. ანუ აი ეს დააფიქსირეთ პულტიანი კუკი. ამიტომ შეაშიოთ თქვენ მეგობრებო. აი აქტერს. პულტიანი კუკი. შემოგვაღამდა მოკლედ, უკვე 10 საათია. ყველაფერი დაკეტილია და მე და მარიმ ერთი 20% მაღაზიების დავათვალიერეთ. სამწუხაროდ შინ ვერ გადავიღეთ ვერაფერი, იმიტომ რომ ისეთი ჭედვა და ჭყლეტოა რომ აზრი არ აქვს გადაღებას. აი ჩვენი სასტუმროც ეს არის. პატარა საყვარელი სასტუმრო. მოკლედ ამით დავასრულებთ დღევანდელ ღამეს და გავაგრძელებთ ხვალ. დღე 2 გრძელდება ჩვენი მოგზაურობა მეგობრებო. გავიღვიძეთ და მივდივართ ეხლა საჭმელად. აი აქ არის მოლი, აქ არის ტექნოლოგიების მოლი. აქეთ უკვე მაღაზიებია და რაღაცეები. და ნახოთ რა იქნება. აი ხა დავდივარ და ძალიან წააგავს აქაურობა ნიუ-იორკს რა. აი ეს მაღაზიებით და გადასასვლელებით და იმით ძალიან გავს ნიუ-იორკს. შენობებითაც, ხო აი შენობები რომ ოდნავ უფრო მაღალი იყოს, იმენა ნიუ-იორკი იქნებოდა, ჩვეულებრივად იტყოდნენ ნიუ-იორკიაო რა. ოდნავ მაღალი რო იყოს. მოვედით საჭმელად, აი ეს რაღაცა ადგილი გააძრო მარიმ. მარი დაიკეტა შესვენება. სამწუხაროდ დაიკეტა 12-ია და დაიკეტა. წერია არა და 12 საათზე დაიკეტა. რატო ღმერთმაიც? გატეხა მაგრად ხშია რა და გიჟებივით. სანამ საჭმელად წავალ და ვიპოვით ახალ რესტორანს, ესეთი მაღაზია გავჩითეთ. რაღაცა კონცეპტ სტორია და ყველანაირი ბოტასები და დასასვენები იყიდება. საკაიფო მაღაზია ჩანს ძალიან. მოკლედ ვერაფერი ვერ ვნახეთ საჭმელი. ახლო იმ მაღაზიაში შევედით, გამოვედით. და ეხლა მივდივართ რაღაცა კიდე სხვა ბრექფესტზე. იმედია ისიც დაკეტილი არ იქნება რა. თორე უკვე ძალიან ხშია და მაკდონალდს შევჭამ ბოლო-ბოლო რა. მოაღწიეთ არა მარი რაღაცა რესტორანში.
მარია, თავის სტიქია შევიდე ფოტოებს უღებს საჭმელს და თქვი ძალიან აი ეს არის საჭმელი. ეს ხათ გამოვედით მოკლედ, აი ეს ნატიფი ქვია რესტორანს, ნატიფი, უცნაური სახელი აქვს. ჭამეთ და მოკლედ 10-დან 10. აი ყველაზე გემრიელი ბრექფესტი იყო, რაც კიდევ მიგვიჭამია და ბრექფესტი რომც არ ყოფილიყო, მაინც გემრიელი იყო და 10-დან 10. ეხლა მივდივართ დასათვალიერებლად ქალაქის და ვნახოთ აბა რა იქნება. მოვედით რაღაცა მაღაზიების ქუჩაზე. ვაუ, თუ რაღაცა შემოვედით. არაფერი არ არის რა. ძალიან იმედგასრულებულები ვართ მე და მარი. ეხლა ლიფტით ჩავდივართ ქვემოთ და რა ალამაზი შენობაა ეს ვერანდით. მაგარი ლამაზი შენობებია. და ვნახოთ სხვა რეები შეიძლება აქ ვნახოთ. მოვედით მასიმო დუტიში. აქაც გავიარეთ, გამოვიარეთ, დიდი საინტერესო არაფერი არ არის რა. მარი რა მოგეწონა? ვერა ჯერ ვერ მოვეთ ვერაფერი. პირველი შენაძენი რაღაცა ბამბა იოლაო თუ რაღაცა. ეხლა მივდივართ ვიტასავთ კიდე. 1 საათი ვიჯექი რაღაც რომ ვიждდე, რა პრობლემაა კაც. ვიждდეთ. რაღაცა მოლში ვართ, მარი ნახე, მანახე, მარიმ გააკეთა, შეგაუკეთეთ შენაძენი უფრო სწორედ. ტროი ბრანჩიო თუ შმანჩი რაღაცა ბოტასი იგერა და ტაპკები უყიდეთ და ეხლა ვართ გოლდენ გუსში, ვნახოთ გოლდენ გუსი. დავიარეთ ყველაფერი, მარიმ ეხლა სტარბაქსი იყიდა. მოკლედ ესეთი დასკვნა რა. ცოტა უცნაური მაღაზიებია, თავისებური და ეხლა ნელ-ნელა უკვე სახისკენ გავიმგზავრებით და მერე ვნახოთ კიდე რა იქნება და როგორ იქნება. აბა всё, მოვედით სასტუმროში და ეხლა 1 საათშიც არა, უნდა გავიდეთ საჭმელად. და ეს საჭმელად რომ მივავალთ, განახებთ ყველაფერს. მოწესრიგდით გამოვიცვალეთ, ცოტა ოფიციალურად ჩავიცვით და მივდივართ რესტორანში, ცოტა ესეთ რესტორანში, სადაც ჯავშანის რაღაცები დავშვიდა, მაგრამ ჩემი ეს და არავინ არ იქნება. წავედით და განახებთ რა იქნება და როგორ იქნება. მოვედით, აი ალეგრა ქვია რესტორანს. აი ესე გამოიყურება თვითონ რესტორანი რა. როგორც ვივარაუდეთ, არავინ არა რესტორანში რა თქმა უნდა. ვართ ჩვენ, ეს სარკე, ეს მაგიდა და ეს. ნუ რესტორანი ლამაზი. ეს არის ბურატა, მაგრამ აუხსენი აბა ეხა ეს რეებია, თუ რა არის. ბურატა არის იტალიური ყველი და პომიდორი და соусებშია მოკლედ. აი, მოკლედ ვაგემოვნებთ რა. გავსინჯოთ რავიოლი. ეს არის რავიოლი. სასწაული გემოა მეგობრებო. აი, გავსინჯოთ. რაც მოშნიცელო ტიპი არის. ყველაზე სუსტი ეს არის სამი რაღაცა. გემრიელი არის კი. გამოვედით რესტორნიდან 10-დან 10 მოკლედ, მართლა ძალიან გემრიელი იყო და გირჩევთ მაგ რესტორანს. შესული მე წავიყვანე ამ რესტორანში და ეხლა ჩვენ ამ რესტორნის მერე ფეხით მივიდივართ კინოთეატრში სპაიდერმენის პრემიერაზე და მოკლედ რა ვიცი, მოდით ვნახოთ როგორ იქნება, მივალთ კინოთეატრში, განახებთ იქ ყველაფერს. აი კინოთეატრი მოვედით და აქ სავსეა ხალხით, ყველა პრემიერაზეა. სიგიჟე ხდება. всё, რიგში ვართ, ფილმზე შევდივართ. მარი, ბოლოჯერ შენი აზრი. Before და after ფილმის. 3, 2, 1 და გამოვედით. გამოვედით მეგობრებო ფილმიდან და რა ვიცი, მოკლედ ვუყურეთ და პირველივე აზრი არის რომ ფილმი არის სამწუხაროდ 10-დან 10-ია. სამწუხაროდ? 10-დან 10. ჩვენთვის სამწუხაროდ, იმიტომ რომ ანუ ყველაზე ემოციური. სამწუხაროდ რომ მეორედ ვერ ვნახავ ამ ფილმს, ისე როგორც ეხა ვუყურე და ძალიან კაი ფილმი იყო და აი მინდოდა რომ მორჩაინე. კი გამანადგურა მაგ ფილმმა, მაგრამ ძალიან მაგარი ფილმი იყო. მოკლედ სპაიდერმენებში
ყველაზე განსხვავებული და ყველაზე საინტერესო ეს იყო, ემოციური ყველაზე უბრალოდ. ეხლა კიდე წავედით დავისვენეთ და გავაგზავნებთ ხვალ. გამარჯობა მეგობრებო, მეორე დღეა უკვე, თუ მესამე. გავიღვიძეთ, გამოვატასავეთ, კაი ამინდია და აქვე სადღაც პატარა საბრექვესტო ადგილას მოვსხედით რა. შარშანაც ქუჩაზე მოვდიოდით და გამახსენდა რომ შარშანწი და ჩემთან ერთად როცა მანდიჩი ვიყავი, ზუსტად აქ ჭამეთ ბრექვესტი და ძალიან კაი იყო და მაგიტა შემოვედით. მოვიდა საჭმელი, ესე გამოიყურება ტოსტი, ეს პენკეიკი და ეს რა არის? შავი არ ვიცი, რაღაც უცნაური გამოგება რა. მუშინ ჯობდა. აია. ადენ 6 ჭამეთ. არ იყო მაინც ეს საუკეთესო, მაგრამ ბრექფასტისთვის საკაიფო იყო რა, საუზმისთვის. ეხლა მივდივარ დავათვალიერებთ ქალაქს, თქვენს განახებთ რა და როგორ. გამოვედით ერთ-ერთ მთავარ ქუჩას, სადაც არის სულ მაღაზიები და არის უფრო ესპანური ბრენდები რა. კი ყველა მაღაზია, მაგრამ ესპანური ბრენდებია ხშირ შემთხვევაში, რასაც ხშირად ვერ ხედავთ ხოლმე სხვაგან. რამოდენიმე. ნახეთ, სულ Nude Project რიგი, აი გვინდა შესვლა, მოდი დავდგეთ და დავავალოთ. აი ესეთი მაღაზია მეგობრებო, Nude Project. საკაიფო მაღაზია. Nude Project. მივდივართ პარკისკენ. ვიყავით სახში დავტოვეთ ნიუთები და ეხლა ვნახავთ პარკს, რასაც დიდი ხანი უკვე ველოდები, რის ნახვა ძალიან მინდა. რავი, ჩვენთვის დასაუბრდით და აქ არის Kanye West-ი, თურმე ამ სასტუასი რჩება. როგორც მოგეხსენებათ, კონცერტია და მაგმონტში აქ არის ძმა. შემოვედით პარკში. როგორი სიცხეა ვერ აგიხსენებთ. აი ისეთ ცხელა. მე ესეთ სიცხე არსად არ მინახავს, მაგრამ იმენა წვავს მზე რა. რამდენი გრადუსი არ მაქვს, თუ 35 გრადუსი მაინც იქნება. მარია, აბა გითხარი რამე. ხება და უომეზესია ისო პარკში ვართ და რა ვიცი ძალიან საინტერესო ლამაზი ადგილია. ერთ-ერთი მინუსი ისაა რომ სულ ყველგან მზეა თითქმის. ძალიან რთულია აქ ნავიგაცია რა. ჩრდილი იშვიათად არის ხოლმე და ძალიან ცხელა, ამიტომაც არასწორებს ერთი სიტყვით რა. აი ესეთი ლამაზი ბაღია აქ შუა პარკში. ნელა სახლისკენ ვიზრებით როგორ დავიძარით, იმიტომ ძალიან ცხელა და უბრალოდ გაძლებაზე ვართ, უდაბნო სიცხეა. მოვედით Yes Live-ზე, Kanye West-ის, რა თქმა უნდა. და რავი, აქამდე უკვე ამყოფები ვართ, ამიტომაც წესით არ იქნება სურპრიზი ჩვენთვის არაფერი. მაგრამ მაინც გონია რომ კარგი, ანუ თბილისში მიდათ კაი იყო, რომ აქაც წესით კაი უნდა იყოს, ესა ჩვენ. ეხლა შევავთ მოკაცდებით და სტადიონია. ეს არის ატლეტიკო მადრიდის სტადიონი. შემოვედით სტადიონზე. აგერ არის ატლეტიკო მადრიდის სტადიონი ირგვლივ და იქნება просто ანუ კამერაში ჩასო შორია, მაგრამ ეს შორი არ არის. გამოვედით მეგობრებო. ოღონდ ჩვენ ცოტა ადრე ერთი მუსიკით ადრე გამოვედით. ნანა ეგ მუსიკა არის, მოგეთ ნახე მას. არ ვიცი. ხოდა მოგეთ ამ მუსიკის გამო წავიდეთ მეტროთი. ამ მუსიკას არ მოვუსმენ და წავალ ტაქსიზე, ხო? ხო, სანამ ეს ყველა ხალხი გამოვიდა. ამიტომაც ჩვენ ცოტა ადრე გამოვედით.
რავი 10-დან 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 10. ძალიან კაი კონცერტი იყო. თბილისის კონცერტი ბევრად უკეთესი იყო. არა, კი ხმამაღალი იყო მუსიკა უფრო და უფრო ვაიბი, არა, უფრო ვაიბიანი იყო. მეტი ხალხი ყვიროდა რა. ესა და არა ენერგიული. მოკლედ, კაი იყო. ამით დავასრულებთ ამ დღეს და შევხვდებით უკვე ხვალ. One day later. დილომშვიდობისა მეგობრებო, დღეს ჩვენ მივდივართ აუთლეტში და ჯერ მოვედით სასაუზმოდ ჩვენს სასტუმროს კაფეში. მოვიდა საკვები, საჭმელი. რავი, ძალიან ლამაზი და კაგემრიელი ჩანს, ამიტომაც ეხლა მას შევჭამ და ნელ-ნელა დავაწვევით ჩვენ გზაზე. მოვედით აუთლეტში და ეს ის მომენტი რა თქმა და უკვე ძალიან კაია გრილა, სიცხე არ არის. რაც თავარია და დავათვალიერებთ აქ მაღაზიებს და განახეთ მოკლედ. გუჩის მაღაზია. მაგრამ კაი ფასაკლებებია სხვა შორის. თუ ღირს რაღაცა $1000, ღირს ფასაკლებით 300. ან 400. კაი ფასაკლები. აი დავდივართ და დიდი ვერაფერი მოკლედ. დავიღალეთ, დავიტანჯეთ. არაფერი საინტერესო არ არის რა. ძალიან ბანძი აუთლეტია ერთ სიტყვით. მანი მიყიდა სათვალე და всё. მიყიდა რა უყიდე. გუჩის სათვალე. აი North Face-ის მაღაზია, ძალიან მაგარი. ფასდაკლებებით, ჩანთის ყიდვა მინდა და აი ესეთი ფასდაკლებებია. ყველაფერზე ფასდაკლებია. აი მაგალითად ეს კურტკა და ძალიან კაი რაღაცეები აქვს. შოპინგს მარტო სამ მაღაზიაში ვიყიდეთ რაღაც დიზელში, სანგლასში და North Face-ში იყიდა გიომ რაღაცეები. ძალიან სული ვარ ბლოგერობაში. მაგრამ რა ვიცი, კიდევ კაი აუთლეტი არ გამოდგა. უფრო კარგი კოლექცია მეგონა რომ იქნებოდა. რაღაც პატარა მაღაზიებია ძალიან. და ჩანთა მინდოდა მეყიდა, მაგრამ სამწუხაროდ არ იყო არაფერი კარგი. წავიდეთ და სახლთან ვიშოპინგებთ, უფრო კაი მაღაზიებია. უახლოვდებით უკვე ჩვენი ვლოგის დასასრულს. ეხლა მივდივართ ჩვენ საბოლოო პაემანზე დეიძე რესტორანში. საბოლოო, რა თქმა უნდა, ესპანეთში თორე ისე. ხო და მივალთ ეხლა რაღაცა იაპონური რესტორანია, მივალთ, გადავიღებთ, განახებთ როგორი საჭმელებია. მოვედით რესტორანში. ეს არის რესტორანი მოკოტო რაღაც. მოვედით რესტორანში, აი ესე გამოიყურება რესტორანი. ძალიან ფენსი. ლამაზია. და შევუკეთავ და განახებთ რა მოა. მარი, აბა მოვიდა შრიმპი და მარი გავსინჯოთ, აბა. აბა გავსინჯეთ. ძალიან კაია. ძალიან გემრიელია. მოვიდა სუში. მარის საყვარელი საჭმელი. რა აი, რა ნუ იტყუები. შოულები სუშია რა. აი. აი, გემრიელია. მარი, აბა შენ გასინჯე. და ბოლო კერძია ნუდლსი, რომელიც იწვის კეცზეა. და გადაიღება მარი. მან გადმომიღე და გავსინჯო. აბა გავსინჯოთ. ძალიან გემრიელია. ძალიან გემრიელია. ოფიციალურად პირველია. სასწაულიებო. მარი, აბა როგორი იყო საჭმელი დღის ბოლოს? შოქში ვარ. ესეთი გემრიელი საჭმელი მე არცად არ მიჭამია. და მინდა აღნიშნო, როგორი ლამაზია აქაურობა.
რავი, 10-დან 10. ეხლა მე გეტყვი ჩემ აზრს. რესტორანი როგორც ასეთი ლამაზია, სტაფიც ნორმალურია, მაგრამ ბევრი მინუსები აქვს. რა მე ავღწევ უფრო რა მინუსებს. დიდი ხანი ველოდებოდი საჭმელს, ეტაპობრივად მომიტანეს და სუში არ იყო იმდენად გემრიელი, რამდენადაც ველოდებოდით მე და მარი. ანუ კაი იყო, მაგრამ უფრო გემრიელს მოველოდით. მაგრამ თლიანობაში ერთმანეთი გააბალანსა საჭმელმა და ყველაზე ბოლოსაც მოგვიდანს ყველაზე გემრიელი იყო და ამიტომაც 10-დან სოლიდური 8. Okay. დასრულდა მეგობრებო ამით ჩვენი ვლოგი. და ჩვენი ტრიპი. და ჩვენი ტრიპიც დიახ. მივდივართ ქუთაისისკენ. ქუთაისის აეროპორტისკენ, რომელიც ძალიან შორია, 5-4 საათი ფრენაა და იქიდან კიდევ უნდა ვიაროთ. ამიტომაც მეგობრებო გემშვიდობებით. დიდი მადლობა უნებისთვის და გამოიზარეთ არხი.